მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შესაძლოა აღარ შეიქმნას. ამის აუცილებლობას ვერ ხედავს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელმაც პარლამენტში მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. იქნება თუ არა ეს მთის მინისტრის ფუნქციის ალტერნატივა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი უპასუხებს ახლა ჩვენ შეკითხვებს. მოგესალმებით ბატონ თენგიზ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობა არის მთის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის თაობაზე. თქვენ თვლით, რომ არ არის აუცილებელი ამ თანამდებობის შექმნა. ფიქრობთ თუ არა, რომ სხვა უწყებებს შეუძლიათ გადაინაწილონ ის ფუნქციები, რაც რეალურად უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო მინისტრს? მინდა მოგახსენოთ, რომ ის კანონპროექტი, რომელიც მომზადდა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვან თემებს მოიცავს სხვადასხვა კუთხით. ის არის განაწილებული რასაკვირველია ფუნქციები სხვადასხვა სამინისტროებსა და უწყებებს შორის და რაიმე აუცილებლობა დამატებითი ინსტრუქციის შექმნისა თავად ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს. თუმცა შემდგომში შესაძლებელია იყოს მსჯელობა დროებით ან რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაიმე ინსტრუქციის შექმნაზე, მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული უშუალოდ ამ კანონპროექტთან, რადგან საერთოდ სახელმწიფო მინისტრები კანონებში არ ეწერება, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ცალკე იღებს თავდადება. რაც შეეხება ფუნქციებს, კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს მთის განვითარებისთვის, ალბათ გაწერილი არის ამ კანონპროექტში ზუსტი დეტალები. ჩვენ თავს როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვს ბოლო აღწერებთან საჩვენად თუ როგორი დინამიკაა 99 წლის აღწერასთან შედარებით 2002 წლის აღწერასთან შედარებით არის მიგრაციული ნაკადები, არის ეკონომიკური აქტიურობა, არის ფაქტიურად ნულოვანი სოციალური პრობლემები, ინფრასტრუქტურული პრობლემები, მთელი სპექტრი პრობლემები და შესაბამისად ამოცანა არის რომ ჩვენ დავაბრუნოთ თაში პერსპექტივის განცდა, დავაბრუნოთ ეკონომიკური აქტიურობის კერების, სწორედ ამიტომ არის შემოთავაზებული ძალიან ფართო პაკეტი საგადასახადო შეღავათებისა, მათ შორის აწილით განთავისუფლება მოგების და ქონების გადასახადისგან, ეწარება ფიზიკური პირების განთავისუფლება საშემოსავლო გადასახადისგან, რაც დამატებით სტიმულებს შექმნის, რათა განხორციელდეს ინვესტირება სოფლის მეურნეობაში, სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ საწარმოებში, ტურიზმის სექტორში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ამ სტიმულების შექმნა და მინდა თქვა, ეს სტიმულები ძალიან მალე ამოქმედება. 2016 წლის პირველი ივლისიდან ეს იქნება სრულად ამოქმედებული. ამავდროულად ცალკეული სოციალური შეღავათები, რომლებმაც უნდა ის განსხვავებული კლიმატური თუ ყოფითი პირობები, რომელიც თაში არსებობს, უნდა გარკვეულად დააკომპენსიროს, მათ შორის ექიმებისთვის და მასწავლებლებისთვის დანამატები, მათ შორის პენსიონერებისთვის დანამატები, გათბობის სპეციალური პროგრამები, რომელსაც მთავრობაში იმუშავებს. ბატონ თენგიზ, გასაგებია, თაში კიდევ ერთი პრობლემა არის ასევე სკოლების არარსებობა. ჩადებული თუ არა კანონპროექტში ის, რომ განათლების სამინისტროს თქვენს იმუშაოს ამ მიმართულებით ძალიან ბევრი სოფელი სკოლის გარეშეა დარჩენილი და მათ უწევთ, რომ თქვა ან რაიონში ან ქალაქში ჩამოვიდნენ და იქ გააგრძელონ ასე ვთქვათ სწავლების პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ერთის რო კანონით გათვალისწინებულია, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის ვაუჩერის გაზრდილი რაოდენობა განისაზღვროს სკოლებში, რაც შეეხება სკოლების სქემას, მათი სქემას, ეს არ არის ცალკე აღებული მთის საკითხი, ამაზე განათლების სამინისტრო მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ეფექტურად მუშაობს მოსწავლეთა ტრანსპორტირების თემა, რადგან თქვენ დასვით კითხვა ბევრ სოფელში სკოლა არ არის, მაგრამ როცა დღესასრიგში დგება თემა, როცა სამი ბავშვი სამი სხვადასხვა კლასიდან სწავლობს ერთად, ეს ჯობია თუ სატრანსპორტო საშუალებამ გადაიყვანოს 1 კილომეტრში საათს მეტნაკლებად ექნება თავის თანატოლებთან შეხება, ალბათ არჩევანი რომელი მიმართულებით უნდა გაკეთდეს. ბატონ თენგიზ, როგორ ფიქრობთ, ეს კანონპროექტი იქნება თუ არა დასაწყისი მიგრაციის დასასრულისა, ასე ვთქვათ, მთებიდან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამა ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ გარკვეულწილად დაბრუნდეს განვითარების მუხტი მთაში რაღაცნაირად, იმიტომ რომ ახლა აბსოლუტური საშუალება იმისა, რომ ერთმა კანონპროექტმა თუნდაც დახარჯულმა რაღაც გარკვეულმა სახსრებმა მთლიანად შეაჩეროს ეს წარმოუდგენელი პროცესი, მარტო ქართული მოვლენა არ არის. დამერწმუნდეთ შვეიცარიის და ავსტრიის მთებში ასეულობით მილიონი ევრო იხარჯება, მაგრამ იქაც არის მიგრაციული ნაკადები, სოფლიო ტენდენცია ზოგადად ურბანიზაციისა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ქვეყანა შეძლებს გარკვეული პროექტებით ამას, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცალკეული დასახლებები, სადაც ეკონომიკური პოტენციალი გამოვლინდება, სადაც საგადასახადო სტიმულები ხელს შეუწყობს განვითარებას, იქ მდგომარეობა გაუმჯობესდება, მათ შორის დემოგრაფიული.
და შესაბამისად ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ასეთი პოტენციალის მქონე ადგილები უფრო მეტი იყოს მთაში და შესაბამისად იქ გაწუხდეს ეკონომიკური ვითარება და ასევე სოციალური და ცხოვრების დონესთან დაკავშირებული ის პრობლემები, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პირველი ყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. სწორედ ამიტომ კანონპროექტში გათვალისწინებულია მთის განვითარების ფონდი, რომელიც დამატებით პროექტებს განახორციელებს როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით. ბატონ თენგიზ, ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა ჩამოთვალეს. თუ უჭერენ მხარს ამ კანონპროექტს დეპუტატების უმრავლესობა და ასევე თუ ეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ არ უნდა შეიქმნას სახელმწიფო მინისტრი მთის საკითხებში. მე მინდა გითხრათ, რომ რასაკვირველია ძალიან საინტერესო განხილვები ქონდა პარლამენტში, მხარდაჭერა არის, პირიქით არის სურვილი, რომ ყველა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ კანონი, სწრაფად ამოქმედდეს, სწრაფად ვიმუშაოთ. რაც შეეხება მთის მინისტრის საკითხს, მე ისე და ისე უბრუნდები ამ საკითხს, რომ დღეს არსებულ მთავრობის სტრუქტურას, მის ცალკეულ სამინისტროს სრული უფლებამოსილები გააჩნიათ კონკრეტულად ამ კანონპროექტის იმპლემენტაციისთვის. თუ დღეს ესში დადგება რაიმე სხვა ტიპის პროექტი, რომელიც მოითხოვს რაღაც დამატებით ინსტიტუტს, რასაკვირველია, ყველა საკითხი შეიძლება იყოს განხილული და აქტუალურში მთავრობა იმჩნევს და თავის პოზიციას დააფიქსირებს. თუმცა დღეს ფუნქციები განაწილება თან იმდაგვარად არის განაწილება, რომ ვერც განახორციელებს სხვა სამინისტრო იმ ფუნქციას, თქო განათლების სამინისტროს ფუნქციას, განდაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციას ვერ განახორციელებს სხვა სამინისტრო. ძალიან დიდი მადლობა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.